გამარჯობა მეგობრებო, როგორც ყოველთვის მე თქვენთან ვარ გავარ. დღეს ჩვენ გადავიღებთ Arise Crossovers. ამ თამაში გამოვიდა განახლება, ალბათ ვინც დახედით მენის პირდაპირ მიხვდა რომ მართლა განახლება. აქ დამატეს ლეველი, კიდე ბევრი ახალი რაღაცები. ეს ყველაფერი შეგვიძლია ნახოთ update-ებში რა დამატეს. Counter-Effect, like zero. რაღაცები დამატეს, ჩვენ გავარკვიოთ ამ ვიდეოში, მაგრამ სანამ ამ ვიდეოში რაღაცებში გავარკვევით, იქამდე ჯობია რომ ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ, იმიტომ რომ მარტო დერანგი მყავს და ისიც ძლიერს ავიღე. კარგი, ეხლა მოდით ავიდეთ ყველაზე ზევით, რომ აქ ჩვენ მოკლად ეს მისახა არ მახსოვს. მაგრამ კარგი, მოკლად. ალბათ შემიძლია პესი იყოფა, რომ მარტივად მოგდეს. შორდა რა კარგი ეფექტები, ანუ ამ თამაშის ის თამაში ვაკეთებ, ძალიან კარგი ეფექტები გამოვიდათ. დაწყებით პერსონაჟებზე, უკვე როგორი ეფექტებია და უკვე იმ ეფექტებზე, ანუ ყველაზე მაგარზე როგორი ეფექტები იქნება. და გთხოვთ მეგობრებო, სანამ მეორები კლავენ ამ ბოს, მაგამდე გამოიწერეთ ჩემი არხით და ლაიქეთ ეს ვიდეო და დავით კომენტარი. კარგი, ეს უკვე თითქმის მოგდა, ჩემი დახმარებას არ დაჭირდებათ. და რაღაც ორი ახალის დამატეს, ბევრი. ასე ალბათ გავარკვევთ დღეს. და ჯერ მინდა ახლა აქ წავიდე, რომ ვიცი რა მაგანე. და ყველამ წავიდეს, ანუ ნუბებმა იმან და ამან. ყველამ უნდა წავიდეს აქ. მაუნტი გვაქვს ახლა, ზღვის არ გვაქვს, უნდა ვიყიდოთ, მაგრამ გემი ხერს, გემი არ გვაქვს, მე არ გვაქვს, ყველაზე იაფია. ფულადაც იყიდე, მაგრამ ფულიც არ მყოფნის. კარგი, ასე წავიდეთ უბრალოდ. არავშავს მე ავაგროვებ და გვექნება რომ წავიდეთ. ალბათ ძალიან შორს არ არის. როგორც მე მითხრეს, აქანე შეგვიძლია უკვე ბერანგების ან ცერანგი ჯარის კაცები ავიღოთ რა, ანუ უფრო ძლიერები, ვიდრე ჩემი დერანგი და დერანგი უფრო პატარა ვიდრე ცერანგი და ბერანგი და არანგი და ეს რანგი. აქ კიდე არის SS რანგი, G რანგი, N რანგი და N+ რანგი. ძალიან ბევრი რანგია და რთული აქაჩო აქანე. და როგორც ვიცი მივედი, всё, კი მივედი. ეხლა ქვინმე სუსტი უნდა ვნახო, რომ ფლაზილერს ახლა ვერ მოვგებ. 100,000 სიცხლე მაინც უნდა გქონდეს მინიმუმ. მინიმუმ 100,000, მაგრამ ვერავის ვერ ხედავ. Leveling City Dungeon. და აქ დამთავრდა, всё. თუ რაიმე ხანი არავინ არა. ალბათ დამთავრდა. კარგი, Leveling City-ზე წავიდეთ Dungeon. ყოველგვარ ბეგუმის დამთავრდა Dungeon. მართლაც რომ კარგი, ახლა აქ ვნახოთ Dungeon. თუ პატარა ლეველის იქნება, იქნებ სოლოდ გავიდე. თუ დიდი ლეველისა სოლოდ ვერ გავარ. კიდევ ვაცეცებს. წამომოთ, ამას გავუვათ იმ დრო. ამან უფრო იცი ადგილები ვიდრე მე. აუ. გადავარდი. აქ ხომ არის დასპავნებული. კონი მართლა იმ დაჟეცებს. როას დანჯი ჭირდება ამ თამაში. აგერე, გაიხსნა დანჯი. ეს ხო, კი. ეს. ამტების მასშტაბი მოთავებად. სოლოდ ვიცავარ სოლოდ. რანგი ყველაზე სუსტი და მე დერანგის ყავს. დერანგი ძალიან კარგი რანგია, ეს შედარებით, ამიტომაც გონია რომ მოვიგებ. კარგი. რაღაც აღარ მგონია ეზიფიზით რომ დავამთავროს ყველაფერი. ბატონად რომ რაღაც დამთავრო, არა. დავამთავროთ. ძალიან ცოტა გასაცხლე. ეხლა ყველას ავიღებ.
დამჭირდებიან მე კარგი ამას ავარავთ დასტანაჭერს ყველას ავიღებთ კარგი იზი ჯერჯერობით იზი ოპორამტინის ცოცხალი გამოს უკვე არა ეს უნდა ავიღოთ რა ჩვენ ჯარში იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცოცხალი და დიდი რანგი იქნება ხო რა რანგი ამასაც რანგი ხმ მას ხო დიდი უნდა ქონდეს ძალიან ბევრი ცოცხალი რანგი შედარებით ესენი ჩემი მის ჩათოქრების აპისთვის კარგი იქნება ლეველის და ჩემი ლეველი როგორ ავაპო უკვე არ ვიცი კარგი მადულად მოკლედ რომ კიდე რაღაცა რა დამივარდა ფული ვივარდება კარგი დერანგის იარაღები მოსავიხ დერანგის იარაღს მოძლევი რატო რა ვიღო ჩემი რანგს ჯობია ეს იარაღი ნიფტებსაც აქ რანგები ისეთი რამე არის აქ რანგები რომ არ კონდეს ალბათ არ არის შეუძლებელია სოლო ლეველინგის თამაში რამეს რანგი რომ არ კონდეს აი კარგი ახლა ეკვიპმენტი ის უფრო მაგარია ვიდრე ესენი მაგრამ ის უფრო მეც წაკლებდა აი რა შევსაი კაჩება ეს ძლიერია ძალიან ეს 15 წუთი მქონდა და აი ხა 15 წუთია და ჯერ პირველ ეს არ გავედი ცოტა ფრასარფად უნდა წავედი და მე ნაკლები ვილაპარაკო ასე მართლა ვერასას ვერ დახურო კიდე რაღაცებს მოძლევი ამაზე კარგი ეს რა კარგი არავის ხა ჩვენთვის ეს ძალიან კარგი რაღაცა იმიტომ რომ არაფერი არ გვაქვს და ბევრ რაღაცას მივიღებთ ხა პირველ ტანში ამას ვერ მოკლავენ კაი ხანი ჩემი всё кайфს ახლა მოკლავთ და ესე წავიღოთ რომ არხაც კონიქანი ყველა ტანში მაგრები იქნებიან და ჩემები მასეთი მაგრები არ არიან ამის მოკლაში ძალიან ბევრი ქონდა მოგწეს ძალიან ბევრი ფული და დიდი ლეველიდან და ამიყვანონ და თუ მოვითვინირებ ესეც კარგი იქნება უითვინირე დერანგისა არა დერანგის ეხლა ასეთი ეს მართლა დერანგის უნდა იყოს თუ ეს დერანგის არ იქნება ნება ეს სირცხვილია მაგრამ მეათე ლეველისა იმდენი სოცხალი ქონდა რომ დერანგია 100%-ად ხო დერანგი ხო ერანგი კარგით და ახლა მალე გავიდეთ აღარ ვიცოდოთ რომ ყველა მოვითვინიეროთ გზაზე თავარბას მოვითვინიერებ 100%-ად ძალიან დიდი ხანი გავდივარ რაღაც პატარა ტანჯს ჩემი რონია მათ აქვთ მარტო ესენი ყავს ხალხონში არ მოვითინებთ არასჭირო ესენი მარტო ბას მოვითინებთ და всё მალის კარგი ყველაფერი კარგი გვაქვს ჯერჯერობით ჩვენი ეტაპისთვის კარგად მივდივართ თამაშიც ზუსტი რანგი რომ შეგვიძლია დაწყებით ეტაპზე ძალიან კარგია თანაც ზუსტი ერანგის ყველაზე ზუსტი და ტრიბს გავდივარ და წარმოგიდგენთ ეს რომ შემხდარიყო ამიტომაც ძალიან გამიმართლა და ამას პოზონი გამოვიყენებ რომ მაქსიმალურად ბევრი რაღაც ავიღო ამ ტანჯისგან ყველა დერანგის არც დერანგის აქეთა ალბათ ტანჯი რომ ერანგისა მაგიტო ალბათ მაგიტო გამოდის რომ ყველას მოთმინებას აზრი არ აქვს კარგი არავის არ მოითვინიერებ ყველაზე მაგრებს გუნდი გავაკეთე და მეტი აღარ დამჯერდება ახლა უბრალოდ ავკაჩო ყველას და ჩემთვის უკვე კარგი არის ეს არამედ ავკაჩო მომხდებს და кайфი მე ვიქეფი უბრალოდ მე შემდეგი ისლანდიაზე რომ გადავარი კაცრთული იქნება და
ყველაზე ძლიერი unit აქ რომელია? ნეტავ რომელია? ვაფშე ფლეიში ყველაზე მაგარი unit რომელია? ან რამდენი DPS აქვს? რამდენი დამაგი აქვს? ვინ იცის? პროფესიონალებს ექნებათ. ალბათ იმიტომ რომ არ მგონია ნახევარ პროფეს კონდებს. შეუძლებელია ნახევარ პროფეს რომ კონდეს ყველაზე მაგარი unit. და შეფასამდე შევედით. ეს იგრისი ხომ? კი, იგრისია ეს. სონჟენ ვუს მთავარი ან პირველი ყველაზე ძლიერი თქვია. მისი ჯარის მონაწილე ყველაზე კამანდირებას მარშალი თუ რაცა. ხო მარშალი ქვია. ძალიან კარგი, ამას თუ მოიწნევ, უფრო კარგი იქნება. ეხლა ეს ყველა კატექციო რაც მაქვს მე აღები. სერანგად. და მე რამ წეს გამო ბერანგიც. და ბერანგიზია. ოპა. ეს უკვე ძალიან ძლიერი იქნება. ანიმეში იყო ის რანგის. ანუ სონჯენო ამას ებრძოლობდა, როცა შეცვალა პროფესია. პროფესია რომ შეცვალა, ეს მიიღო თან მის ჯარში. და 5 ლეველი მომენტ. ანუ დანჯს რომ გავივი ბოლომდე, მაშინ მიმატება ლეველი. კარგი. კარგი არის. და ლეველს მომატებ რას მომატებს მე? რაღაც. კარგი ვნახავთ, რას მომატებს ეს ლეველის მომატება მეც. კარგი მეგობრებო, მივედით. ეხლა ერთი რაღაც მეინტერესებს. ის დანჯი დაიხურა თუ არა? სად იყო? აი აქ იყო სადღაც. კი აქ იყო. ვერმილიონი დავაყენე შემაში. ძალიან კარგია ახლა. აუ თუ არა ის დახურული ეს დანჯი, ნეტო, არა, დაიხურა შეთან თავთან. იმედი დამთავრდა, მაგრამ ოს ვერმილიონი რომელიც რაღაც სხვა ურაკ იმას, ანუ ჩოლებრივია, ახამათავს რაღაც სხვა აურაკანას, რაღაც გონია რომ ყველაზე ძლიერი იქნება ჩემ გუნდში. კარგი, მანდა ახლა ის მოვუდგათ. ის აბლოს მოვუდგათ ამას უკვე ჩვენ დიდი ჯარი გვაქვს. კრისტალებს დავგეთ და 244 და მაგ რაც უფრო მალე ავკაჩოთ, უფრო კარგი იქნება. ასე ავკაჩოთ. დავეხმაროთ ჩვენც და ამათ მოკლაში ლეველიდან რომ მიმეტება თუ რა. ამათ მოკლაში მიმეტება საკა კარგი თორე. დანჯენები სულ არ არის. რაც არ მომიმატებ ლეველს და დანჯი რომ მასულ მომიმატებ. კარგი, ახლა ის პოზი ვნახოთ და მოვკლავთ რომ ეს თერანგი უყოლება კარგია. ერთს არ დაიხულა დანჯი. შემეშალა ადგილი. თავიდან თუ გავიარეთ იქ მეინტერესებს. თავიდან თუ მომცემენ უყოლებას რომ გავიარო. შემეშალა სულ განწყობილ სადღაც და არა 1000 კრისტალი ღირს. ცოტია. კიდევ ერთი ვერმილიონი კარგი იქნება. გავხდეთ რესეტი რომ დავუბრუნდეთ იქ. და მოკლედ ეს ვასი რომ ტერანგზე ავდეთ და მე ტერანგები თელეგონი ტერანგში მოყავდეს და მე სხვაზე გადავიდეთ უკვე. გონია ამ ვერმილიონს გავაძლიერებ ძალიან ძლიერი იქნება. ძალიან. ჩემს გარეშე სკლავენ წამში. წამში რომ მაინც მალე კლავენ ჩემს გარეშე. რომელ ლეველზე არის ვერმილიონი? მე-7 ლეველი. ვაფშე არ იკაჩება თუ რა. ესენი უშლახავთ რომ ამათზე მეტი აქვს. მას ესენი უფრო დიდ ლეველზე არიან. და ამდენ ახამეროესი. მაინც ყველა ამას საშილო გადასწროს წალას, მაგრამ ტერანგისა და რა მგონია. შემდეგ ისლენდი იქნება ნაროდო ისლენდი იგრა.
ნარუტო ისლანდი და იქ მისვლა ყველაზე მეტად მინდა. მაგრამ ამის შემდეგ გამდმას მალე მივართ იმ ისლენდზე. კარგი ჯერჯერობით ყველაზე ძლიერი ესა, მაგრამ ამის შემდეგ მოდის ეს ყველაზე მეტად მაგი ამას აქვს. მაგრამ ყველაზე პატარლეული ამას აქვს. საკუთარ მნიშვნელობა აღარ აქვს. სწრაფად იზრდება მისი ძალა. რამდენი აქვს? ერთს ამაქანი ხო შეგვიძლია ჩავწეროთ next, ხო? რამდენი აქვს? კარგი. წამოყვა ჩვენ გვაქვს ერანგი და მაქსიმალური რომელია? 60. რამდენი 50,000? ბევრია. კარგი გამოდის ეს სანზრე გამომგამოს ძლიერი. ამის ერანგი ვნახოთ. ერანგი. ერანგი და ასია მაქსიმალური. არა ეს უფრო ძლიერი იქნება. კი ეს უფრო ძლიერი იქნება 100%-ად. სკერატედას მაქსიმალურად ეს უფრო ძლიერი იქნება. ეს მეგობრებო, ახლა მარტო იმას რო ასპავნებდი, Dungeon დასპაუნდა Glass Island-ზე. კარგი მოდით სწრაფად მოვკლათ ახლა equip-ს. დავაწყოთ სწრაფად მოვკლათ და წავიდეთ უკვე იქ. დავაწყოთ ახლა წავიდეთ Dungeon-თან. ახლა ფული მეყოფა იმაზე. თითქმის არ გავძლიერდი. წინა რეიდის შემდეგ. ცოტა მოკლია იქამდე კარგი. ხა იმპულს ვერ ავაგროვებ ჯობია წავიდე პირდაპირ. აზრი არ აქვს მერე. 15 წამსა 15 ჯერ მოასწრებ ყოველ საკეთებას. მას პირდაპირ დანჟზე წავარ. ისე რაღაც ძალიან მალე სპაუნდება, რაც ძალიან კარგი, იმიტომ რომ ლეველს მართლა მალე ავკაჩავ. მის დახმარებით ლეველს ავკაჩავ უფრო მალე. სანამ მივარ დანჯი 10 ჯერ დაიხურება და ჯერ გიხსნება. მაგრამ კარგი ჯერ ფული არ ყოფნის ვაშ ყველაზე ბანწვი იმაზეც. ძალიან მალე სპაუნდება ეს დანჯი რაღაც თორე განელდეს ასაჭირო არ შეიძლება იმიტომ რომ აკაჩებს როსტერ პირდაპირ ახალი დანჯი სპაუნდება. და რაღაც ანუ კარგია. პროებისთვის პირიქით კარგია, მაგრამ ვისაც არაფერი არ აქვს რომ დანჯი გაიაროს, ანუ დამწყებითი მოთამაშებისთვის, მაშინთვის ოპა, დარხეული მაქვს ეს რანგი. ულმეს დაუნჯვინდები. ჯობია კი დაჯვინება. არა, მარტო მე ეს წავედით. დარხეული გვაქვს. მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ, შეიძლება ბოსიდან რამე უვიდა მოვიწდა ეს რანგი. ცერანგამდე და ბერანგამდე გადმეკეთა. კაი, მე გადავაკეთებ მოწავარ. ტიპი ჩემს გარაშეც გყავს ყველას გონი აქვს. რამდენი აქვს მილიარდები. ეს ტიპს რამდენი ისაკ დამაგი რომ დარტყმაში კლავს. მილიონსაც ვერ ვაკლებ ტიპს. მართლა ძალიან ბევრი. ცოცხლი ეს რანგი ასეთ ძლიერ თუ არ ვიცოდი. მილიონი მაგრამ 100,000 ვარ 500,000 ვარ მას მილიონამდე ცოტა მეკლე ანუ თუ ჩემ თლიან გულს გავაწყე მაშინ მილიონი მოცდა იქნება ჩემთვის. ანუ მილიონს წავაკლებ მაგრამ ამდენს ვერ წავაკლებ. ტიპმა ყველა მოკლა და მე ერთის ვერ მოვკალი. ვიღაც ბანძი ურუჩი მო ვერ მოვკალი ერთი და ტიპმა ყველა განადგურა. ვერ ავიღე. მოცალე რა მოვკლა მე მაინც. გიჟია ეს ვინც ხა.
მილიარდები წამში. კამი ხამას მოუკლო. ბოთხელს არ შემ. ახას თუ შემიშლის. ასეთი ტიპი დამჭირდება მე მაგრად. თუ ეს რანგის იქნება. კამპეტი უჩათვალეთ შემთვის. შოკოლადი ჩათვალეთ შემთვის თუ ხა ეს რანგის იქნება დავიჭერ. ჩემ ჯაში თუ მივიყვან და ეს რანგისა უკვე ჩემთვის ყველაზე ძლიერია, ვინც მყავს ვაფშე. ყველა შეერთებულიც. ამიტომ სნოუად სწრაფად იმან ყველა გახხედით იმის. სანამ ერთიც ვერ მოვყალი. მოიდა მეხმარი აქანი მაკრომ მაიმსტიპი. ვერ ხედავ რომ აქანი თელი ჯარის 3-ით გავარდა ურთხა. არა ვერ დავიჭირე. ცდია. ორი ტიპი დარჩა კიდე. ყველა გასაფთავა. პროფილსაც რაც პრობლემები აქვს ამ თამაში. აი ყველაზე ბოლოში გავარ იმიტომ რომ ყველას მალე მოკლავს. так ბოლოში მყავარ. ამის მოკლის შანსი მექნება მე. რომ მოვითვინე რა ჩემთვის რა იმიტომ მართლა ძლიერი იქნება. სანამ ის აქ ყველა სანადგურებს ნელ-ნელა მაგამდე მე ამას გავანადგურებ. ამ განადგურებით არ გამომივა. პროციტუდ თქვი. თორე ამას მე გავანადგურებ 3 საათში. 3 საათში უკვე მზად იქნება. მე სადღაც უკვე რომ მართლა 3 საათში იქნება მარტო მზად. ისი არა. 17 მილიონამდე თუ ჩავიყენო უფრო კარგია, უკვე კარგია 17 მილიონამდე. 16-მდეც კარგი იქნება. შემდეგაც ჩავიყენო უფრო კარგია. აუ, კაიშობა რომ ჯერ ჩემთან არ მოდის, იმიტომ რომ ეხდება რომ მე ამას თუ დავიჭერ ძალიან კარგი იქნება ჩემთვის. მეხმარება რა, მადლობა რა. ვინც ამ მადლობას ვეუბნები, ვინც არის მადლობას ვეუბნები. რომ ეხმარება. ჩემი ჯარი ძლიერი გახდეს. თანაც მისი მით მარტო უკვე 17 19,000 თითქმის 8,000 აქ ამას და ნელა ავიკაჩებ მეც. მას პირველად არ მოგკლავს. ყველა მოკლა უკვე წამში. არ მოხვედი რა ქანე კატიკეთში. მოკლა უკვე. ხა წავედი ხანი ოროჩირმა კიდე აგერა მასთან. რომ ხა ესეც მოკლათ. მილიონს წავაკლებ უკვე. უკვე დაჭერი შანსი მექნება და ერთიც ვერ ავიღე ჯერ და ალბათ ამაზე გამიმართლებს მაინც. და არა მართლა ამაზეც მაგარ პანზეც არ გამიმართლა. უკვე ფინალური ადგილია ეს. ბოსის დაჭერის შანსი თუნდაც ძალიან კარგი იქნება. ანუ თვითონ ცოტა ხანი თავს დანებებს და მე თუ ვორტყა. ანუ დაჭერის გარშე ჩემები ძალიან გაძლიერდა როგორც ამ თქვი. დიდი ლეველი აქვთ. მაგრამ აი ეს ორი, ანუ ეს ვერაფერს ვერ იზამენ ვაფშე. მარტო ეს ორი რაც გაკეთებ. იმათ აზრი არ აქვს იმას აბს. ამათაც აზრი აქვს. ამიშნაკ ბოსი არის, ამიტომაც ბოლო შანსი რომ დავიჭირო იმენტასიერი. რამდენი წავაკელი უკვე, მაგრამ არ მგონია რომ დავიჭირო მე. ადო არ გამოცემ ეს რანგებში ასე რთულია რომ მე დაიჭირო თუ რა ვერ ხდები მამდენს. ტიპო შანსი მომეცი რომ ბოლომდე მოვყლა რომ მე დავიჭირო. განიკა დაიხალოდი. დახმარების მადლობა. ხდით დაარტყავს და მოკლავს წამში. დამჩაგრა. იზი დამჩაგრა ტიპმა. ვერ დავიჭერა, ვერ მოვასწარე, რო გავიდე სანამ ბოსის პაუნდებოდა. ხლა ამასთან შანსი არ მაქვს ტიპი წამში გახევს. კი. გახია წამში.
კარგი, ამას გადავქრაფთავთ, ალბათ მეც მიქნება. ორი ტიკეტი მომწეს რა გინდათ. ერთი ტიკეტი უდრის ერთ იმას რა ქვია. ისე ბევრი ლეველი მომწეს ახლა. ერთი ტიკეტი უდრის ერთ რობუქს. ამიტომაც საკარი რაღაც დავივარდა. ასე კი ბედა თუ რა 10 სართული თუ რაც არის